მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 13. დედამიწის გარშემო თანამგზავრი ბრუნავს R რადიუსიან წრეწირზე, თანამგზავრზე მოქმედი მიზიდულობის ძალა არის F და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ თანამგზავრის კინეტიკური ენერგია. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს რადიუსი წრეწირის, რომელზეც ეს ჩვენი თანამგზავრი ბრუნავს, აიქეთ ძალა F, რომელიც მოქმედებს ამ ჩვენს თანამგზავრზე და ვიკითხებიან კინეტიკური ენერგიას ამ თანამგზავრის. აი დავიღოთ მოდით წრიული ორბიტა. აი ცენტრში მოვათავსოთ პირობითად დედამიწა, რომლის მასა არის იყოს m. ამ წრეწირის რკალზე მოვათავსოთ m მასის თანამგზავრი, რადგანაც ბრუნვა ხორციელდება წრეწირის გასწვრივ შესაბამისად. ყოველ წერტილში ამ მასის სხეულის სიჩქარე მიმართული იქნება ამ წრეწირის მხების გასწვრივ, ეს არის b. ამ წრეწირის რადიუსი პირობით არის r-ო. და ჩავწეროთ ახლა მიზიდულობის წერა რა ძალით იზიდავს ეს ჩვენი დედამიწა, m მასის დედამიწა m პატარა მასის თანამგზავრს. F ტოლი იქნება g გრავიტაციული მუდმივა mdd. m პატარა შეფარდებული მათ შორის დაშორების კვადრატზე, დაშორება r-ია, შესაბამისად შეფარდებული r კვადრატზე. მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალა ამ m მასის სხეულს ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას, ხო, რადგანაც წრეწირზეა მოძრაობა. ასე იგი, ეს F თავისუფლად ყოფილა ცენტრისკენული ძალა, რომელიც ამ სხეულს ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას, რომელიც მიმართულია ცენტრისკენ, ანუ ეს მეორე მხრივ ტოლი ყოფილა a ცენტრისკენული. თუ გავითვალისწინებთ ცენტრისკენული აჩქარების მნიშვნელობას, ესე იგი ეს ტოლი ყოფილა m ჯერ b კვადრატი შეფარდებული r-თან. კი ბატონო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კინეტიკური ენერგია რაღა იქნება, კინეტიკური ენერგია ამ მასის სხეულის ტოლი იქნება mv კვადრატ ნახევრის. mv კვადრატ ნახევრის. ეხლა აი აქ რა შედეგი მივიღეთ? ჩვენ აქ შედეგი მივიღეთ, რომ F ტოლი არის mv კვადრატი შეფარდებული r-თან, ხო? საიდანაც ეს ჩვენი mv კვადრატი ტოლი გამოგვდის f-რის. ხო და წავიღოთ და ეს mv კვადრატი აქ f-რი რაც მივიღეთ. აი აქ ჩავსვათ. აქ თუ ჩავსვათ, მივიღეთ რომ კინეტიკური ენერგია ტოლი ყოფილა f-რი შეფარდებული 2-თან. ანუ საბოლოოდ დავწეროთ პასუხი. კინეტიკური ენერგია ტოლი ყოფილა f-რის ფარდობა 2-თან. ეს კი არის რომელი პასუხი? პასუხი G.